მიხეილ სააკაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის მიწვევით ბრიუსელში გამართულ კონფერენციას დაესწრო ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას ფონდის თავმჯდომარემ სტეფან გერჰოლდმა წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სიკვდილით გამოვიდა და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მისი მმართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. Taking Georgia from an almost failed state to a frontrunner. So what is your არის თქვენი რჩევა დასავლეთისთვის რუსეთთან დაკავშირებით? თუ გაქვთ რაიმე დიდი სტრატეგია, როგორ შეიძლება რუსეთთან გამკლავება, რომელიც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული? თქვენი აზრით, რა რეაქცია უნდა გქონდეს? დაუბრუნდეთ არჩევნების შედეგებს, არსებობს პარტიები, რომლებმაც დაბალი შედეგი აჩვენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ნაკლებად ენდობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. რთული გარემოებების გათვალისწინებით შედეგები ცუდი არ იყო, რაც იმისივე საჩენს, რომ ოპოზიციას აქვს შანსი საქართველოში. მაინტერესებს რა მოლოდინები გაქვთ შემდეგ წლებში. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს შეგვეცვალა. დიდი ამბიცია არ გქონია. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობდა რთულ გეოგრაფიულ გარემოში. საქართველოს შეცვლით ჩვენ შევცვალეთ მთელი პოსტსაბჭოთა სამყარო. ჩვენ შევქმნით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების, კოაბიტაციის პრეცედენტი და პირადად გადავეცი ჩემი უფლებამოსილება მთავრობას, რადგან არჩევნების შემდეგ მათ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ჩვენ პირველად შევქმნით პრეცედენტი, რომ ყოფილი მმართველი პარტია არ გაუჩინარებულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ასობით წევრი დაიკითხა პროკურატურაში და საქმეებია აღზრული. ჩვენ ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენი პარტიის კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა. ფიქრობთ, რომ ეს პრეცედენტები უნდა შენარჩუნდეს.